ყველაფერი რაც ამ ვიდეოში იქნება ნათქვამი გამოხატავს ჩემ სუბიექტურ აზრს და ეს აზრი ეფუძნება ჩემ პირად გამოცდილებას და არ შეიძლება ჩაითვალოს დოგმად. თითეული ადამიანი ინდივიდუალურია და აქვს ინდივიდუალური ისტორია თავისი როგორც მწვერვალობის, ისე ვეიპინგის. ერთი რამ რჩება უცვლელი, რომ სიგარეტი კლავს, ნიკოტინი კი იწვევს დამოკიდებულებას. მინდა დავიწყო ნიკოტინით. ნიკოტინი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მისი ორგანიზმისთვის მიწოდება ხდება სხვადასხვა გზით. შესაძლებელია მივაწოდოთ ნიკოტინი კვამლის საშუალებით, შესაძლებელია მივაწოდოთ ნიკოტინი ორგანიზმს ორთქლის საშუალებით, შესაძლებელია მივაწოდოთ კანიდან რაღაც ნიკოტინის პლასტირის საშუალებით, საღეჭი რეზინით, საღეჭვით, ხო, პირის ღრუდან, ან არის საღეჭი თამბაქო. იქიდან ისე შეიძლება მივაწოდოთ ორგანიზმს ნიკოტინი, მოკლედ სხვადასხვა გზებია. მაგრამ ნიკოტინი იწვევს ნიკოტინზე დამოკიდებულებას. ეს დავიმახსოვროთ ყველა. ისევე როგორც იწვევს დამოკიდებულებას მაგალითად კოფეინი. კოფეინი იწვევს მასზე დამოკიდებულებას. მაგრამ ნიკოტინი არის ხალხში მოცემული, მოყვანილი როგორც რაღაცა მონსტრი ნივთიერება. ამ დროს სულაც არ არის ესე. ნიკოტინით კურნავენ მთელ რიგ დაავადებებს მედიცინაში ფართოდ არის გამოყენებული, მაგრამ მთავარი რა არის? ნიკოტინის მიღებას ადამიანი იწყებს სიგარეტის მოწევით. ყოველ შემთხვევაში იწყებდა სიგარეტის მოწევით ამ ნივთიერების გამოყენებას. და თვითონ სიგარეტის მოწევა არის ძალიან მავნებელი ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ იქ ხდება გარკვეული პროდუქტის წვა და ამ წვის შედეგად ჩასუნთქული კვამლი აყენებს ძალიან დიდ ზიანს ადამიანის ორგანიზმს და პირველ რიგში აჩენს კიბოს, პირდაპირ ვთქვათ. ეს პირველ ადგილზეა ფილტვის კიბო და ხორხის კიბო. ამიტომ არის რომ სიგარეტი არის მკვლელი. და რატომღაც გაიგივებულია ნიკოტინი ამასთან. ნიკოტინი სიკვდილს არ იწვევს. ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას. ხოლო სიკვდილს იწვევს ის წვის შედეგად გამოყოფილი პროდუქტები, რომელიც არის სიგარეტში. მოდი ეხლა ვნახოთ საიდან წამოვიდა სიგარეტი. გასულ საუკუნეში ადამიანების ჯგუფმა გააკეთეს ესეთი ბიზნესი. გამოუშვეს სიგარეტი, ანუ დაჭრეს თამბაქო და ეს თუთუნი ჩაყარეს კაღალდის კაფსულაში. მაშინ ფილტრები არც იყო გამოგონილი საერთოდ და ფილტრები ბევრად არც არაფერს არ შველის, მაგრამ ესე იყო. თამბაქო დაჭრეს, ჩაყარეს კაფსულაში და აგრესიული სარეკლამო კამპანია ჩაატარეს. რომ ეს სიგარეტი, ანუ თუთუნი ამ კაღალდის კაფსულაში და დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობას. ხო, ეს ესე იყო და აი ამაში ხელს უწყობდნენ თეთრ ხალათიანი აფერისტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სიგარეტის მოწევა კარგად მოქმედებს ადამიანის ფილტვებზე. ხო, რაც არ უნდა უცნაური იყოს, აი ამ თეთრ ხალათიანმა აფერისტებმა, რომლებიც დღეს გამოდიან იმ ინტერვიუებით, სადაც ვეიპინგის მავნებლობაზე ლაპარაკობენ და ხშირ შემთხვევაში ვეიპინგი მოყავთ როგორც სიგარეტის მოწევაზე უარესი, ანუ სიგარეტზე უარესია ვეიპიო. აი ამ თეთრ ხალათიანებმა ზუსტად გასულ საუკუნეში აპიარეს მოკლედ წლების მანძილზე სიგარეტი.
და იზახდნენ, რომ სიგარეტი დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზეო. ამ რეკლამას რა თქმა უნდა ენდო ხალხი, პლუს სხვადასხვა ფილმებშიც იყო ეს რეკლამა, ძალიან ცნობილი სახეები ყავდათ ამაში ყველაფერში ჩართული. ხალხმა დაიჯერა, დაიწყო სიგარეტის მოწევა. შეჯდა მოკლედ ეს ხალხი ნიკოტინზე და ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას. თან ძალიან ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს ნიკოტინი. თუ ვენდობით ერთ-ერთ ორგანიზაციას, სახელწოდებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, დაადგინა, რომ ნიკოტინს აქვს, ნიკოტინი გვაძლევს ისეთივე დამოკიდებულებას, როგორსაც გვაძლევს კოკაინი. ეფექტი კი არა აქვს ისეთივე როგორც კოკაინს, არამედ დამოკიდებულება ნიკოტინზე ისეთივე ძლიერია ადამიანის, როგორც მაგალითად ადამიანის დამოკიდებულება კოკაინზე. და ამ დამოკიდებულებისგან განთავისუფლება ძალიან რთული, შედარებისთვის აიღეს ეს. რამოდენიმე წელში, რამოდენიმე რა 2-3 წელში კი არა. დაახლოებით 10, 15, 20, ზოგი 25 წელი რომ გავიდა, იმიტომ რომ ადამიანი ყველა ინდივიდუალურია და ჯანმრთელობაც ინდივიდუალურია, ხო, ორგანიზმი უფრო სწორედ და ინდივიდუალურია მათი მოწევის ისტორია, ხო, თავისი გამოცდილება, ზოგი ადამიანი დაუშვათ დღეში 2 ღერს სიგარეტს ეწეოდა, ზოგი 20 ღერს სიგარეტს ეწეოდა, ხო? შესაბამისად, სხვადასხვანაირად განუვითარდებოდა სხვადასხვა დაავადება, ხო? და აი ეს წლები რომ გავიდა და ადამიანებმა დაინახეს, რომ ერთს კიბო დაემართა, მეორეს კიბო დაემართა, 100-ეს და 1000-ეს და სხვა დაავადებებიც დაემატათ, ამ ადამიანებმა უკვე დაიწყეს ჩივილი, კვლევა და ბოლოს დადგინდა, რომ სიგარეტისგან იყო ეს ყველაფერი გამოწვეული. მართალია თავიდან სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები ამაზე უარზე იყვნენ, მაგრამ ბოლოს კვლევებით დადგინდა, რეალური კვლევებით დადგინდა, რომ სიგარეტი იყო ამის მაპროვოცირებელი. აი აქ უკვე გასკდა იმ თეთრხალათიანი აფერისტების საქმეც, ვისგან იღებდნენ ფულს, რამდენს იღებდნენ და ესე შემდეგ. რამოდენიმე დააპატიმრეს კიდევაც. ვისაც მიწვდნენ დანარჩენები მეტწილად ცოცხლები უკვე აღარ იყვნენ. როდესაც მიაგნეს სიგარეტი, რომ მავნებელი იყოს, ადამიანებმა თვითონ მიაგნეს ამას და უკვე უარყოფა აღარ გამოსდიოდათ არც იმ თეთრხალათიან აფერისტებს და არც იმ მწარმოებლებს, მაშინ უკვე აღიარეს, რომ სიგარეტი იყო მავნებელი. და მაშინ იყო, რომ აიკრძალა ადამიანების თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა, შენობებში, პირდაპირ ყველგან ეწეოდნენ სიგარეტს, ყველგან დაშვებული იყო, როგორც ნებისმიერ დაწესებულებაში, ოთახებში, ტრანსპორტში და ესე შემდეგ, ყველგან შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა. იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ სიგარეტი მავნებელი კი არა, სიგარეტი ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და ამ აზრს ამყარებდნენ აი ეს თეთრხალათიანი აფერისტები. მაგრამ ადამიანები ძალიან ბევრი ადამიანი ავადდებოდა, მოდი ესე ვიტყვი, მილიონობით ადამიანი ავადდებოდა და მილიონობით ადამიანი იხოცებოდა. აი ამ სიგარეტის კვამლის შედეგად მიღებული ზიანისგან. და აი აქ უკვე ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ დავანებოთ სიგარეტს თავი, იმიტომ სიგარეტი არ არის ისეთი რაღაცა, რომ აღარ ვეწევი და მორჩა. ამას ვინც გეუბნებათ, ის უბრალოდ გატყუებთ. რომ აღარ მოწევ 1-2 დღე და დამთავრდა. აღარც მოგინდებაო ეს არის ტყუილი. ამაზე უნდა იმსჯელოს ნარკოლოგმა, ხო? იმიტომ რომ დამოკიდებულებას, ნიკოტინზე დამოკიდებულებას, თუ გვინდა რომ განმიკურნოთ, უნდა მივმართოთ ნარკოლოგს. არიან საქართველოშიც ნამუსიანი, სინდისიანი, განათლებული ნარკოლოგები, რომლებიც გვეუბნებიან სიმართლეს.
და სიმართლე არის ესეთი. მწეველების, ანუ ნიკოტინზე დამოკიდებული ადამიანების 20% შეუძლია დაანებოს თავი სიგარეტს ყველანაირი ჩანაცვლების გარეშე. ანუ შეუძლია განთავისუფლდეს ნიკოტინზე დამოკიდებულებისაგან. გენეტიკურად შეუძლია ეს იმას. იმიტომ რომ ესეთი გენეტიკა აქვს. ხოლო დანარჩენ 80%-ს არ შეუძლია ნიკოტინზე დამოკიდებულებას დააღწიოს თავი, უბრალოდ არ შეუძლიათ, იმიტომ რომ ასეთი გენეტიკის არიან. და ხანგრძლივმა სიგარეტის მოხმარება გამოიწვია ეს. და ეს არის შეუქცევადი პროცესი. აქ არაფერ შუაში არ არის ნებისყოფა. ეს უბრალოდ გენეტიკაა. თვითონ ცდებით ჩაატარეს, აი ამაზე ჩაატარეს, რა თქმა უნდა, კვლევა. და დაადგინეს, რომ ამ ადამიანებს 80%-ს, რომელსაც არ შეუძლია თავი დაანებოს ნიკოტინს, ყოველ შემთხვევაში სამუდამოდ ვერ ანებებს თავს, ანუ შეუძლია დაანებოს რაღაცა გარკვეული პერიოდით, მაგრამ მერე ისევ უბრუნდება. აი ამ ხალხს შეუძლია დაანებოს სიგარეტს, ოღონდ სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს, ოღონდ ჩანაცვლებითი თერაპიით. ჩანაცვლებით თერაპია რას ნიშნავს? იმას, რომ ამ სიგარეტს, ამ ნიკოტინს უпростоროდ ღებულობენ სხვა გზით. და ერთ-ერთი ესეთი გზა არის ვეიპინგი. და საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა და ამაზე ვილაპარაკებთ შემდგომში, როგორც აღმოჩნდა, ვეიპინგი არის ყველაზე ეფექტური საშუალება, რომ ადამიანმა დაანებოს თავი სიგარეტის მოწევას.